მღერი საქართველოს ხელისუფლებას გაეროს ბავშვთა უფლების კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილი სტუდენტების დარღვევასთან დაკავშირებით სპეციალურ პრესკონფერენციას მართავს და წუხანდელ ფაქტს ტერორისტული შტურმის კვალიფიკაციას აძლევს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და პრეზიდენტის უშუალო ბრძანებით განხორციელდა. ნებეშტები თვლიან, რომ გუშინდელ ინციდენტ შესაძლოა ქვეყანაში საყოველთაო დესტაბილიზაცია გამოიწვია. ამის გამო ნათელაშვილი პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ყველა პოლიტიკურ ძალას კი ეროვნული ხსნის კომიტეტის შექმნისკენ მოუწოდებს. იყო პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი გურჯანაძე. ჩვენ მივმართეთ უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ იქნას მოწვეული ამ უმაღლესი ინსტანციის საგანგებო სხდომა, სადაც განხილული იქნება გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის უპრეცედენტო ხელყოფა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი და მას მიჰყვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც იდეოლოგი ამ დარბევის. სტუდენტების დარბევა